Objektiuri შეფასების თანახმად საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, როგორც ხედავთ, ამ შეფასებიდან გამომდინარე, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, ხო, ოცეულშია პრაქტიკულად ყველა პარამეტრით ევროპის მასშტაბით, შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ 10-მდე ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებთ არაერთი პარამეტრით. ეს არის, რა თქმა უნდა, ობიექტური შეფასება. ყველაფერი დანარჩენი არის ბუნებრივია პოლიტიკური სპეკულაციები, პოლიტიკური თამაშები, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასოცირდებოდეს სამართლიანობასთან, ობიექტურობასთან, ჭეშმარიტებასთან, სიმართლესთან, სამწუხაროდ დღეს არის განსხვავებული ვითარება. გამომდინარე ევროპული ბიუროკრატიის არასწორი ქმედებებისგან. მე მაქვს დიდი იმედი, რომ ევროპული ბიუროკრატია ფერსიცვლის და სხვანაირად იმოქმედებს. გაცხადებული გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების 90%-ზე მეტ შევასრულებ. მზად ვიქნებით 2030 წლისთვის თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მთავარია, რომ ამასობაში ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები. დღეს ტენდენციები არის შემაშფოთებელი, დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებების კუთხით, ეკონომიკის კუთხით, ყველა მიმართულებით არის სამწუხაროდ უკუსლა. ევროკავშირის მასშტაბით იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ ვიქნებით მზად 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირშიც ეს ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება ევროკავშირის მასშტაბით დემოკრატიული სისტემა, იქნება უკეთ დაცული ადამიანის უფლებები და გაძლიერდება ეკონომიკა.